დღეს ჩემი მორიგეობა არ არის. სატო, მინდა რომ ქალაქი დაგათვალიერებიო. ასეთი დაჟინებული მოთხოვნები რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს? უღრმესი მადლობა. მოუთმენლად ველი. კარგი. ნარუტო X წერტილი G წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. მიირთვით. მოგესალმებით. ორი შემწვალი სელიუ. ახლავე. აიღეთ. მადლობა. შეგერგოთ. გუშინდელი გადარჩენის გამო თქვენი დაპატიჟება მინდოდა. არა, თქვენ ხომ ქალაქამდე მომიყვანეთ და ასევე შიგნით შემოსვლაშიც დამეხმარეთ. ეს უკვე საკმარისი იყო. საკმაოდ გემრიელია. კარტოფილის სალატს გავს ოღონდ ხორცის გარეშე. ორზე მეტი რომ შევჭამო, ალბათ ცუდად გავხდები. სატო, მოგწონთ. ასეთ გემრიელს პირველად ვსინჯავ. ძალიან კარგი. ახლა საით წავიდეთ? ესაა შემწვარი დრაკონის ფრთები. სინამდვილეში შემწვარი ღამურის ფრთებს შავი პასტა აქვს მოსხმული. ეს ქალაქ სალიუს განსაკუთრებული კერძია. მაშინ ორი მომეცით. ახალი შემწვარია, აიღეთ. აპატიე დაიკო. ეს ზედა ხომ დედადან ვითხოვე. კარგად ხართ? გუშინ ერთ დახლთან ვიყავი და ალბათ ისინი დაგვეხმარებიან. ხედავ რაღაც პრობლემები გაქვთ. მაგიური მომსახურება ხომ არ გესაჭიროებათ? არა მგონია. ამაში მხოლოდ მრეცხავი თუ დაგვეხმარება. რას ამბობთ? ჩემი საყოფაცხოვრებო მაგიით? მაგლაკას უმალვე მოვაცილებ. სპეციალიზირებული მაგია არსებობს? მაშინ თქვენი იმედი გვაქვს. ახლა კი დავიწყოთ ლაკის მოცილება. სუბუქი რეცხვა. ყველაფერი ხდება. ახლა კი გაშრობის დრო მოვიდა. გაშრობა. გავშრი. ოჰო, უნარის მიღება ასეც არის შესაძლებელი? ზენა, მითხარით როგორ წარმოვთქვა მაგიური შელოცვები? ნუ, მაგალითად, ქარის შელოცვის დროს ასე უნდა თქვა. აი, ასე იწყება. თუ ასოებით ჩაწერას დააპირებ, მაშინ იქნება შემდეგი სახით: რიურეირა, რიურირორუ. როგორ ჩანს, საკმაოდ ძნელი საქმე ყოფილა. ზენა, ამას დიდი ხანი სწავლობდი? გულმოდგინეს სწავლით 3 წელი დამჭირდა. მაგრამ თუ კი დავფიქრდები, ჯადოქრად გასახდომად მთელი ცხოვრება მამზადებდნენ. ეს დაიწყო ჯერ კიდევ იმ ჩანახატებიან წიგნიდან, ბავშვობაში რომ მანახებდნენ. შემდეგ გადაიზარდა საბავშვო თამაშებში, რომელითაც მაგიის საკითხში გავარჯიშებდნენ. საბოლოოდ ამ ყველაფერმა შელოცვებში გარკვეული უნარი განავითარა. ესე იგი, განსაკუთრებული აღზრდა ყოფილა საჭირო. ასეთი აღზრდისათვის მშობლებზე არ უბრაზობ.
ჯადოქრობა ძალიან სახალისოა. ჩემი მიზანია რომ ერთხელაც საშიფრენა ვისწავლო. სატო, ჯადოქრობის შესახებ რატომ დაინტერესდი? სასტუმროში აბაზანა არ არის და მაგიის გამოყენება რომ ვისწავლო, აღარ მომიწევს ეზოში ბანაობა. პირველად მესმის ვინმეს ჯადოქრად გახდომა ასეთი მიზნისათვის რომ უნდოდეს. ნუ თუ ასეთი სასაცილოა, ძალიან ფრენის მაგია მართლაც შესანიშნავია. კარგი იქნება ღრუბლებში სპაემნის მოწყობა. აუცილებლად მოვაწყოთ. ახალგაზრდებო, ჩემი მალამო მოქმედებს იდეალურად. რისთვისაა საჭირო? შესანიშნავია ჭრილობებისა და ნაკბენების დროს. სასტუმროს თანამშრომლებს უყიდი საჩუქრად. მართლაც კარგია. გთხოვთ, 5 ცალი მომეცით. ბაზარში უკვე საკმაოდ ვისეირნეთ. სადმე სხვაგან მისვლის სურვილი ხომ არა გაქვს? კიდევ სად მივიდეთ? აქ მოსვლა მართლა გინდოდათ? დიახ, ქარი აქ საკმაოდ სასიამოვნოა. მართალი ბრძანდებით. ეს ხომ საომარი ობიექტია. მებრძოლი ჯადოქარი ზენა რომ არ მხლებოდა, აქ ნამდვილად არ შემომიშვებდნენ. მართალია მეკთხოვეთ, მაგრამ უცხოს აქ მოყვანით, პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ? არაფერია. პროვინციულ ქალაქებს მხოლოდ ვივერნები თუ ესხმიან თავს. ზენა, იქ წისქვილია? დიახ, მაგრამ ვივერნების თავდასხმის დროს მცირე ციხესიმაგრედ გადაიქცევა ხოლმე. მისვლა გინდა? აუცილებლად. გზად პალიონის ტაძარიც არის. იქაც შევიაროთ. აქ გამოსახულია პირველი გმირისა და წყვილიადის პრინცის ბრძოლა. გმირი? მე მეგონა ეს რაინდი იყო. აი ეს ლურჯი, მანათობელი ხმალია. ლურჯა თანათებს მხოლოდ როდესაც გმირი კიდევს ხელს. ამიტომაც აქ გამოსახულია გმირი და არა რაინდი ან სხვა ვინმე. თუ გმირს ხელში არ უკავია, ესე იგი არ ანათებს? დიახ. სხვა მხრივ, თუ მანათობელმა ხმალმა მფლობელი მიიღო, ის ნათებას იწყებს. ასევე მისი გამოყენება გმირების გარდა სხვა ვინმესაც შეუძლიათ. არა აუცილებელი მის გამოსაყენებლად გმირი იყო. მაგრამ მხოლოდ პალიონის ძახილზე გამოხმაურებულ გმირს შეუძლია წყვილიადის პრინცის დამარცხება. მღვდელი ორნა. მოგესალმებით, ზენა, მარიენტეილის ოჯახიდან. მღვდელი ორნა ემსახურება ქალღმერთ პალიონეს. ასევე ის არის გრაფის გოგონა. დედაჩემი მას ჩვილობაში კვებავდა. ახლა დავწყნარდი. მეგონა მხოლოდ მაგია გაინტერესებდა. ახლა კი როგორც ჩანს, დადგა შენი დროც. სკავსი არაფერი. მე, სატო, მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიცანი და ზენა საქმე მაქვს, უნდა წავიდე. კარგი. ესე იგი გმირია რა? მე ხომ უამრავი მიღწევა მივიღე. ახლავე შევამოწმებ. ღმერთის მკვლელი? ჰა? ეს როგორ? დრაკონის მკვლელი. კატასტროფა? კაცებელიც. კარგით რა. თქვენ მოკალით დრაკონთა ღმერთი აკონგალუ და მიიღეთ წოდება დრაკონის მკვლელი. გასაგებია. მეტეორიტების წვიმამ ღმერთიც მოკლა? მე რა ამ სამყაროში ჩითერი ვარ? ეს ამბავი რომ გამჟღავნდეს, ალბათ არეულობას გამოიწვევს. როგორ ხარ? ოჰ, დიახ, მაპატიეთ. ახლავე ავდგები. განზრახ გააკეთა. შეხედე, სატო. ესაა დრაკონის საწინააღმდეგო კოშკი. თუ შემოგვიტევს ან დრაკონი ან სხვა მფრინავი არსებები, ის ჩამოაგდებს. ის არის უზარმაზარი ჯადოსნური ქვემეხი. საკმაოდ ძლავრი იარაღია. აი ის, დრაკონმა დაანგრია. 2 წლის წინ რომ შემოგვიტია. დრაკონი ახალგაზრდა იყო, ამიტომაც დიდი ზიანი ვერ მოგვაყენა. აი მაგალითად, შავმა დრაკონმა 40 წლის წინ რომ შემოგვიტია, ქალაქის მთავარი კედელიც კი დაანგრია. ის იმ დროს გმირმა დაამარცხა? არა, იმ დროს გმირი მოხმობილი ჰქონდა საგას იმპერიას სპეციალური დიდებული რიტუალით, რომელსაც გმირის მოხმობა ეწოდება. ეს მოხდა 60 წლის წინ, როდესაც წყვილიადის პრინცი უკანასკნელად გამოჩნდა. წყვილიადის პრინცი? წყვილიადის პრინცი მონსტრებს მართავს და მათთან ერთად შეტევაზე გადმოდის? წყვილიადის პრინცები სხვადასხვა გვარი არსებობს, მათ შორის კი ყველაზე საშიში დემონთა ბრძანებელია.
დემონის დამარცხება ხომ მხოლოდ მაგიით ან ჯადოსნური იარაღით არის შესაძლებელი. დემონი? დემონები. ეს ნახევარ ადამიანები, დემონები ძლიერები არ არიან, მაგრამ წყდიადის პრინცების შთამომავლები არიან. მიდით, თავზე დაატეხეთ თქვენი მთელი რისხვა. მართლაც. რა ხდება? ის ზაიკუონის უზენაესი მღვდელია. გახსოვთ ცოტა ხნის წინ მომხდარი ვარსკვლავთა ცვენა? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ზურგი შეგვაქცია. შეიძინეთ ეს წმინდა ქვები, ჩაქოლეთ ის უწმინდურები და დაიბრუნეთ ღმერთის მოწყალება. ვიღებ, მეც ასევე, რიგში ჩადექით. ამას ვერ მოვითმენ. წავედი. დემონები ჩავქოლოთ. შეწყვიტეთ თქვენი ბოროტება. გოგონი გაიწიე. დემონების მხარეს ხარ? ასე არ შეიძლება. ყურების ნაცვლად ძენას უნდა დავეხმარო. ესე იგი ეს მღვდელი მათი ბატონი არაა? მაშინ ვინ არის? აი მისია. გაიძვერა თაგვის გილდიის ყველა წევრის ძებნა. ესე იგი მისი მეგობრები აქეძებენ აქ მოყრილ მაცხოვრებლებს? დროა მოქმედებაზე გადავიდეთ. ზაიკუონის ტაძარი იმპერიის კანონებს რატომ არ ღვევს? რა არის არაკანონიერი იმაში, რომ უწმინდური არსებები მოკლათ? ალბათ ესეც დემონის მხარეს არის. მიდით ეს გოგონაც ჩაქოლეთ. ქარის დაცვა. ეს გოგონაც დემონია. ერთი არის. ოი, როგორ ჩანს გადაიღალეთ. ცოტა დაისვენე. გადაცების უნარის გამეხსნა. მაქსიმუმზე ავიყვან. საკმარისია. ნახევარ ადამიანებს, დემონებს რატომ უწოდებ? თვით გარლეონის ტაძრიდან მისი უწმინდესობა მოვიდა. თქვენ საერთოდ გესმით? თუ განაგრძობთ ხალხის გაბრაზებას, ეს გამოიწვევს არეულობას და დამნაშავე იქნება მხოლოდ ზაიკუონის ტაძარი. ამ დემონების ხარჯზე საკმაოდ ბევრ ფულს ვიშოვი. ახლა შენი ჯერია. შენ ვინ ფეხები ხარ? ეი ბანზე, მიდი მას მიხედეთ. ბატონებო, ესაა ყველაფრის მიზეზი. უსს, სატო. ეი შენ ვინ ხარ? ამ ადამიანმა ასესხა მონები ზაიკუონის ტაძარს. მათ ჩვეულებრივი ქვები წმინდად გაასაღეს და ასე თქვენი გაძარცვა განიზრახეს. ეს რა თქვი? ასევე მას სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული. ზაიკუონის ტაძრის დახმარებით მას უნდოდა ამბოხი მოეწყო და გრაფი ჩამოეგდო. აი ის არის, ვინც დემონთანაა შეკრული. დემონთან კავშირი რატომ უნდა ქონოდა? დემონები. მართლაც. ქალაქის სტატისტიკაში ერთი მაგიური ქმნილება იყო, ალბათ დემონია. ხალხნო, მოედანი ახლავე დატოვეთ. სატო, ეს გოგონები აქედან შორს წაიყვანე. მე დახმარებას მოვიყვან. კარგი. აქ საშიშია, წავიდეთ სწრაფად. არ შეგვიძლიათ, ეს არ უბრძანებია. ნება არავის მოუწია. ბატონმა უსმა მოგცვა პირდაპირ ბრძანება, რომ ეს ადგილი არ დაგვეტოვებია. რომ გავექანოთ, საყელოები მოგვიჭერს. გთხოვთ, თქვენ დატოვეთ აქაურობა. ახლა საუბარი უფრო გამიადვილდება. როგორ კარგ ხასიათზე ვარ. ბატონი არ ყავს. ეს უსის სიკვდილის გამო. ესე იგი? ოხ ეს ხმაურიანი ბრბო, შიში შეძრწუნება, თავდაჯერებულობა სიამაყე. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. კმაყოფილი ვარ. ჩემი ბრძანებლის სამყოფელს აქ დავაარსებ. ალბათ მოეწონება ასეთ მშრომელს, რომ დამინახავს. სატო, ზენა არ გინდა. ახლა თქვენ ხართ ჩემი ბრძანებლის სამყოფელში. სახელის მოფიქრებამდე უმჯობესია აქაურობა მონსტრებით გავავსო. მადლიერები უნდა იყოთ. მე ხომ ასეთი მშრომელი ვარ. ცალთვალა დემონის ხმა. მიდით, საგონებელში ჩავარდით, რომ უფრო მეტად გავმხიარულდეთ. მოკალით, გაძარცვეთ ერთმანეთი. ნებას გრთავთ.
ყველა დერეფანი გასასვლელისკენ მიდის. ხედავ როგორი პატიოსანი ვარ. მიდით, რაიმეს იმედი მაინც გქონდეთ. აბა თქვენიცით. კარგად გამართეთ. ესე იგი ჩვენი დავალება ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევაა? ქალაქში სეირნობიდან უცაბედად ლაბირინთში მოხვედრა საკმაოდ უცნაურია. ნამდვილ MMO თამაშს რომ თამაშობდე, ალბათ ასეთი ვითარების ცვლილება გამაბრაზებდა. მე ვარ სატო, ვაჭარი. კატა, ძაღლი, ხვლიკი. ესაა თქვენი სახელები? ყველა ჩვენი ბატონი ასე გვიძახდა. ეს ხომ სისასტიკეა. ხომ არ გინდათ რომ სხვა სახელები დაგვარქვათ? სახელების შერჩევაში ნამდვილად მოვიკოჭლებ. პოჩი, კამა, ლიზა. დიდი მადლობა, სახელები რომ შეგვარქვით. ასე, რამ გაახაროთ? ჭრილობების ჩამოსაბანად გამოიყენეთ ნაჭერი და წყალი. შემდეგ მალამოთი დაიმუშავეთ და შეიხვიეთ ჭრილობები. ინტებად სუფთა ნაჭრები გამოიყენეთ. რაშია საქმე? ნუ დარდობთ, არ შემოგხედავთ, შევტრიალდები. ჩვენზე წყლისა და მალამოს დახარჯვა არ გინდათ. თქვენთვის დაიტოვეთ. არ გინდათ, გთხოვთ ასე თავაზიანად, ნუ მოგვექცევით. კარგით. მაშინ გიბრძანებთ. გამოიყენეთ ეს ყველაფერი. არის. დიდი მადლობა ახალგაზრდა ბატონო. ახალგაზრდა? სუფთა ნაჭერი ძალიან კარგია. ძალიან დიდი მადლობა. შვენიერია. ისინი ჩემ უმცროს დაიკოებს მახსენებს. მიდით არ მოგერიდოთ, ჭამეთ. გემრიელია. როგორი ტკბილია. ნელა ჭამე, არავინ წაგართმევს. თაფლის ტკბილეული. ასე რომ ყველაფერი ადვილად არ იქნება. დროა. ასე ხომ ძალიან ადვილი იქნებოდა. აქ ვიღაცები არიან. ზენა, სხვა ჯარისკაცთან ერთად არის. ცუდია რომ სხვა მოთამაშეებთან ჩატი არ არის. ასევე იმ ცალთვალა დემონს ძებნის საშუალებით ვერ უპოულობ. ჭიხებს უნდა მოვერიდო. ალყაში რომ მოგვაქციონ, ცუდი იქნება. არ მიგვატოვოთ, ყველაფერს გავაკეთებთ. არ მიგვატოვოთ. ახალგაზრდა ბატონო, თუ გინდათ სატყუარად გამოგვიყენეთ. გთხოვთ, თან წაგვიყვანეთ. თქვენი შეშინება არ მინდოდა. მე უბრალოდ გასასვლელში გახედვა მინდოდა. ნუ იდარდებთ, არ მიგატოვებთ. ძალიან კარგი. საბრძოლო უნარი მხოლოდ ლიზას აქვს. შანთიდან შუბი რომ ამოვიღო, ალბათ ხმაურს ატეხავენ. ლიზა, აიღე. იარაღი მონას? აიღე. კარგით. მისმინეთ. სანამ არ გეტყვით, ბრძოლაში არ ჩაებათ. ეს ბრძანებაა. როგორც გვიბრძანებთ? ტამა, წინ რაიმეს თუ დაინახავ, შემატყობიე. პოჩი, თუ რაიმე საეჭვოს გაიგებ, ეგრევე მაცნობე. ლიზა, შენ ზურგი გაგვიმაგრებ, მაგრამ ძალიან არ ჩამოგრჩებ. არის. მტერია? დერეფნის იმ მხრიდან სისხლის სუნი მოდის. მადლობა, პოჩი. ყველანი აქ იყავით. საინტერესოა, თამაში გმირები როგორ ახერხებენ ისე მამაცურად ბრძოლას? უმჯობესი ხომ არ იქნება, დამხმარე რაზმის მოსვლას აქ დაველოდო? ბატონო, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ ვთვლი რომ კარგი იქნება მონსტრს შევუტიოთ მანამდე, სანამ ის სხვისი ჭამით არის გართული. ხელსაყრელი დროა რომ ზურგიდან მივეპაროთ. 10 დონეზე პატარა გოგონებმაც კი იციან ბრძოლაში როგორ მოიქცნენ.
კარგია. მაგარია, უმაგრესია. მაგარია. შესანიშნავია. შევძელი. ეს ნივთი საკმაოდ უცნაური ფორმისაა. ესაა ჯადოსნური იარაღი. ოღონდ ამის შესახებ არავის უთხრათ. არის. არავის ვეთქვით. როცა ლაბირინთიდან გავალთ, ეს უნდა შევახსენო. როგორი მაგარია. უზარმაზარი. ესეც ასე. გამომივიდა. ლიზა. ალბათ ეს არ იჭმევა, არ შეჭამოთ. არც ვაპირებთ. უბრალოდ მონსტრებს ბირთვი უნდა გქონდეთ. მისი ამოღება მინდა. ბირთვი რა არის? ბირთვი შეიძლება ძვირად გაყიდოთ. ის ყველა მონსტრში გვხვდება. ასევე შეგიძლია ვაჭრებს სხვადასხვა საქონელში გადაუცვალო. ნუ, ეგ ისედაც გასაგებია. ჩანთაში ჩადე. კარგით. აი, შუბი გამოიყენე. თქვენ კი ჩემი იარაღი. როგორ გამოგჩა? ახლა კი? მაპატიეთ. ლიზა, შემდეგში პოჩისა და ტამას ასწავლე, როგორ ამოიღონ მონსტრებიდან ბირთვები. მათ ჩავაბაროთ ეგ საქმე. კარგით. ასე რომ, წინ, დიახ. აჰა, წავედით. არის. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით.仮面そっと目隠しで3回回ったら香る方へ一歩ずつ進んで